ორგანიზაცია ბანკები და ფინანსების წევრი და კვლევის ავტორი ანა ალიბეგაშვილია მოამბის სტუმარი ის პირდაპირ ეთერში ჩაგორთობა მოგესალმებით ქალტონოანი. მოგესალმებით, მადლობა მოწვევისთვის. მადლობა რომ მოგზანდით და ხართ ჩვენი სტუმარი. პირველ რიგში მე მაინტერესებს ინფორმაციის წყარო. აი ეს მოქალაქეები, რომლებიც თქვენ გიკავშირდებიან და სხვადასხვა საკითხით ინტერესდებიან, საუბრობენ თუ არა ისინი ისეთ თემებზე, რომლის საფუძველზე შესაძლოა ვივარაუდოთ, რომ აი ეს ეგრეთ წოდებული ფინანსური პირამიდის სქემა ისევ დაბრუნდა 90-იან წლების შემდეგ საქართველოში. დიახ, რა თქმა უნდა, ჩვენ საკონსულტაციო ცენტრში რეკავენ მომხმარებლები, ისინი მოგმართავენ კითხვით, თუ რამდენად სანდო არის ამა თუ იმ კომპანიის საქმიანობა და რომელ კომპანიასთან თანამშრომლობას ურჩევთ ჩვენ მათ. ჩვენმა არასამთავრობო ორგანიზაციამ მიზანშეწონილად და აუცილებლად ჩათვალა ის, რომ ჩვენ შეგვესწავლა ბაზარზე არსებული მდგომარეობა, არა თუ რეკომენდაციის გაწევა, არამედ საფრთხის შესახებ ვაცნობებთ ჩვენ მოსახლეობას, იმიტომ რომ მსგავსი ტიპის კომპანიების საქმიანობა, რომელიც პირამიდული ტიპის ბიზნესს უკავშირდება და ჩვენ იმ სარგებლიდან გამომდინარე, რასაც ისინი მომხმარებლებს თავაზობენ, საფუძვლიანი ეჭვი გვიჩნდება, რომ 90-იანი წლების განმეორების საფრთხე ქვეყანაში ისევ არსებობს, მოუწოდებთ მათ, რომ მეტი სიფრთხილე გამოიჩინონ და საკუთარი დანაზოგი მეტი სიფრთხილით განათავსონ ამა თუ იმ ორგანიზაციაში. გასაგებია, მოდით იმისთვის, რომ უფრო თვალსაჩინო გახდეს მაყურებლისთვის, გავიხსენოთ 90-იანი წლები და მე მახსოვს, რომ 90-იანი წლების შემდეგ ზუსტად 10 წელიწადში ერთხელ ხდებოდა ხოლმე ამგვარი ჯგუფების გააქტიურება. ჩვენ მოამბის არქივსაც გადავალეთ თვალი, სადაც ეს ყველაფერი ჩანს და არის გაშუქებული ჩვენ საინფორმაციო გამოშვებებში. როგორი არის ხოლმე სქემა? პირველ რიგში რას ეუბნებიან ისინი მომხმარებლებს, შემდეგ რას პირდებიან და მომდევნო ნაბიჯები როგორია? ამ ტიპის ბიზნესი ძირითადად დამოკიდებული არის ყოველ მომდევნო შენატანზე. შესაბამისად, რაც უფრო მეტი ყავთ მათ მომხმარებელი, მით უფრო ხანგრძლივი ხდება მათი ოპერირების პერიოდი. ანუ ყოველი მომდევნო კლიენტის შენატანი ემსახურება სქემის სათავეში მყოფი მომხმარებლის სარგებლის გაცემას. ეს არის ძალიან დიდი საფრთხის მატარებელი ხელშეკრულება, რომელიც ფორმდება მომხმარებელთან არის შეზღუდული ვადით. მომხმარებელს არ შეუძლია ვთქვათ ხელშეკრულების პირობის დარღვევა და თუ არის პერიოდულობა 2 წლით განსაზღვრული, ამ პერიოდში ის საკუთარი დანაზოგის გამოთხოვას ვერ შეძლებს. ასევე, მნიშვნელოვანი ფაქტი არის, რომ მათ უნდა მიიყვანონ კიდევ დამატებით მომხმარებლები, რაც უკვე თვითონ სქემის საშიშროების და საფრთხის რეალობას ასახავს. ანუ ერთგვარი ქსელურ მარკეტინგთან გვაქვს საქმე? დიახ, ეს არის თავიდან როგორ გამოდიან კონტაქტზე, თქვა ტელეფონზე ისმის ზარი და ხმას თავაზობს მომხმარებელს, რომ მას შეუძლია ძალიან მალე გამდიდრება და გარკვეული თანხის ანაცვლოდ მოგების მიღება, თუ მიიყვანს კიდევ რამდენიმე ადამიანს. დიახ, ანუ სატელეფონო ზარის საშუალებით ახდენენ ისინი მომხმარებლის მოზიდვას, ასევე Facebook-ის გვერდის საშუალებით ისინი საკმაოდ დიდ თანხებს ხარჯავენ სავარაუდოდ ამ ბიზნესის რეკლამირებაში. მათი ძირითადი გზავნილები არის ის, რომ მათ ყავთ ძალიან ბევრი ინვესტორი მოზიდული, რომლებსაც მილიონობით $10 აქვთ მათ საქმიანობაში ჩადებული. მათი მომხმარებლების რაოდენობა იზრდება ძალიან დიდი სისწრაფით და ანუ ძირითადი რასაც უნდა მიაქციოს მომხმარებელმა ყურადღება არის ის, რომ როდესაც აგრესიული ხდება მარკეტინგი და როდესაც მათ სჭირდებათ დამატებითი თანხების დახარჯვა იმაში, რომ მათი მომხმარებლების რაოდენობა გაზარდონ, ეს უკვე მიუნიშნებს იმას, რომ შეიძლება ბიზნესი ჩამოიშალოს და გაკოტრების პირას იყოს. თქვენ კვლევაში საუბრობთ ფინანსური განათლების პრობლემაზე დღეს ქართულ საზოგადოებაში. აი გარდა იმისა, რაც ახლა თქვით, კიდევ რა უნდა იცოდეს მომხმარებელმა, როდესაც ასეთ შეთავაზებას იღებს, რაზე უნდა გაამახვილოს ყურადღება? მომხმარებელმა უნდა მიაქციოს ყურადღება იმას, რომ დღეს კომერციული ბანკები არიან ძალიან დაინტერესებულები იმით, რომ მოიზიდონ სახსრები. თუმცა ამის სანაცვლოდ ისინი 2-3%-ზე მეც უცხოური ვალუტით ინვესტირების შემთხვევაში ვერ სთავაზობენ მომხმარებელს და ეროვნულ ვალუტაში 10%-ს. დღეს რეალურად საქართველოში ძალიან საეჭვო არის, რომ ეს შეპესეები და ეს კომპანიები მიღებულ თანხებს აბანდებდნენ ისეთ ბიზნესში, რომ მათ შეეძლოთ 33%-იანი ან ხშირ შემთხვევაში 96%-იანი სარგებლის გაცემა შემდგომ მოქალაქეებზე. შესაბამისად უნდა მიაქციონ ყურადღება ის, რომ ბაზრის პირობები შეესაბამებოდეს რეალურს და აუცილებელი არის, რომ ამ მსგავსი ტიპის ბიზნესის კრიმინალიზაცია მოხდეს ქვეყანაში და ისჯებოდეს კანონით მსგავსი ტიპის საქმიანობაც და
ასევე პროპაგანდა. და კიდევ ერთი საკითხი ალბათ რაც უნდა აღვნიშნოთ არის ის რომ პირველ ეტაპზე ზოგიერთ კლიენტთან მიმართებაში ისინი მართლაც ასრულებენ საკუთარ პირობებს და დანაპირებს მეტი დამაჯერებლობის მოპოვებისთვის. თუმცა აი სად მოხდება ვარდნა და სად გაწყდება ჯაჭვი ეს წინასწარ რთულია ამისი პროგნოზი. დიახ, ან რაც უფრო დიდი ხნის განმავლობაში საქმიანობს კომპანია ამ მიმართულებით, მით უფრო მასშტაბური შეიძლება იყოს საბოლოო ჯამში დანაკარგის ოდენობა და დაზარალებული მომხმარებლების რაოდენობა. იმიტომ რომ ეს არის პირამიდის სისტემა გულისხმობს იმას, რომ ყველა ადამიანმა უნდა მიიყვანოს მომდევნო მომხმარებელი და უნდა გაზარდოს ქსელი. შესაბამისად, როგორც კი დაფიქსირდება შემთხვევა, რომ ერთ მომხმარებელს ვერ გაისტუმრებს ესა თუ ის კომპანია, ეს გამოიწვევს იმას, რომ ყველა მომხმარებელი, ვისაც მსგავსი ტიპის ინვესტიცია აქვს განხორციელებული, მიმართავს ამ კომპანიებს და გამოითხოვს საკუთარ დანაზოგს. ეს კი ფაქტიურად შეუძლებელი იქნება. კარგით, გადავიდეთ რეგულაციებზე. რეგულირდება თუ არა, არსებობს თუ არა გარკვეული ნორმები, წესები იმისთვის, რომ მომხმარებელი იყოს დაცული და თუ არ არსებობს ასეთი რეგულაციები, თქვენ რაში ხედავთ გამოსავალს? ესენი არიან სტანდარტული შეზღუდული პასუხისგებლობის საზოგადოება, რომელიც რეგულირდება კანონმდებლობით, როგორც მსგავსი ტიპის შეპესეები. ანუ ფინანსური გამჭვირვალობა ამ კომპანიების საქმიანობის არ არსებობს და არც ეროვნული ბანკი არ არეგულირებს მათ საქმიანობას. შესაბამისად, აუცილებელი არის, როგორც მსოფლიოს გამოცდილების მიხედვით, ანუ ბევრ ქვეყანაში არის კრიმინალიზებული ეს ბიზნეს საქმიანობა, ижება კანონით ბიზნესიც და ფიზიკური პირებიც. საქართველოს გაითვალისწინოს ეს გამოცდილება და შესაბამისი კანონმდებლობაში ცვლილება შეიტანოს და საქართველოშიც უნდა გახდეს მსგავსი საქმიანობა კრიმინალიზებული. თქვენ თუ გაქვთ ინიციატივა დაყენებული და თქვა თუ აპირებთ რომ მიმართოთ პარლამენტს ან საკანონმდებლო ინიციატივით ან რაიმე აქტივობას აპირებთ ამ საკითხზე? კონკრეტულად ეს ერთი კვირის განმავლობაში ჩვენ ვიმუშავეთ და მიმოვიხილეთ ეს პრობლემა და ჩვენი მხრიდან არის სრული მზაობა იმისთვის, რომ დაინტერესებულ სტრუქტურებთან ვითანამშრომლოთ და დავეხმაროთ მათ ამ საქმის ბოლომდე მიყვაնել. დიდი მადლობა დაგემშვიდობებით. ანი ალიბეგაშვილი, საზოგადოება და ბანკები არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენელი და კვლევის ერთ-ერთი ავტორი იყო ჩვენი სტუმარი.